ეხლა რა შეეხება 2012-იან 13-იანების ამბავი, რა თქმა უნდა 12-იანებში არავინ არ აღმოჩნდა ისეთი რომ რაღაცა გვიან შემოგვიერთდა თორე ხო ერთი არა ორი გაკვეთილი თორე 100%-იანი ჩარეული იყო ამ საქმეში დავაზე განაჩენები 12-იანებმა ვაცდინეთ და ზოგჯერ მიზეზით და ზოგჯერ უმიზეზოდ შესაბამისად მოგვიწია მაინც გაცდენა ამიტომ 12-იანებში ავტომატურად ამოვარდა 13-იანებში კანდიდატები იყვნენ ლაზარე და ზიგზიბაძე და იაგო ლაზარემ რატოღაც ააფრიალა თეთრი ბაირაღები და გამოეფიშა ბრძოლას დაატოვა მარტო ეს ვაჟბატონი მარტო 14-იანებში გაბოცებით იყო ბრძოლა 14-იანებში და 15-იანებში 15-იანებში ფაქტურად ყველას გაუჩნდა და 15-იანებში წამოვარდა აბსოლუტურად. ამიტომ 14-იანებში 4 კანდიდატი იყო. ერთი მამრიკიშვილი, მაცაცია, 4 არა 3 და ჯინი ყავდა. ამ 3-დან ბოლო თამაშზე გადაწყდა ვინ უნდა დამასახელებინა მე თებერვლის თვის 2014-იანებში დავასახელე ჯინი აშიფალსებო ისურვებ ეგეთი და სხვა მრავალი სიყვარულები მეორე 2013-იანებში მოგზანდი კონკურენტო დატოვებ ბავშვი რატომ? იაგო ისებო უყურე ამიტომ დაიკავეთ თქვენი ადგილი პატივცემულებო ეს MVP დათამაშდება თამაშმა ნაუმდარი თამაშზე იქნება დამოკიდებული რა თქმა უნდა ეხლა თუ ეხლა ერთი პირა არის და თამაშებზე იარე ეგრე არის და ეგრე ვერ მოხდება შეიძლება ერთი პირის მანძილზე ან ორი პირის მანძილზე ან ბოლო ერთი თვის მანძილზე ერთხელ ან ორჯერ მოგგვიდეს აუჭად ავად გახდიან რაღაც მოხდა ისე ჯვარი წერია და ვიღაცა გაიწყო საკაც წაგიყვანეს და ვიცი ხდები რომ ოჯახთან ერთად უნდა წახვიდე αλλά მარტო ხო არ დახსოვდებენ ამ შემთხვევაში ეს ბაგის საპატიო ჩაიჭრება მაგრამ აი ეს თასების გადაცემა განაპირობებს უკვე თამაშები გავიგეთ ვარჯიშებით ვარჯიშზე როგორც ვიქცევით დისციპლინირებულად და პლუს თამაში გავიგეთ